ჯერ ქართულად არ არის ამას უფასოდ გჩუქნით. აქ არის ძალიან ბევრი ინფორმაცია მეგობრებო. ეს არის ჩვენი კალორია, რაც გვჭირდება 83 კილოდან 70 კილომდე როგორ ჩამოვედი 3 თვეში. იად უფასოდ ვავარჯიშებ 3 ადამიანს 3 თვე. იცოდით რომ ეს ადამიანი სწორად იკვებება, მაგრამ წონას ვერ იკლებს, იმიტომ რომ არ იცის რამდენი კალორია სჭირდება. მე დღეს გასწავლით ყველანაირი აპლიკაციების გარეშე რამდენი კალორია გჭირდებათ. ვიდეოს ბოლოს გექნებათ თქვენი პერსონალური დიეტა, მორგებული თქვენზე, ვისაც წონის დაკლება გინდათ, ან ვისაც წონის მომატება გინდათ. მე ახლა კონაირად გასწავლით. პირველი იქნება როგორ შეგეკითხოთ ChatGPT-ს, რამდენი კალორია გჭირდებათ. მე აქ შევქმენი როგორ უნდა შევეკითხოთ, ახლა წავიკითხოთ. მაგალითად, როგორც პროფესიონალმა დიეტოლოგმა მომიმზადო მაღალი დონის კვების პროგრამა, რომელიც გათვლილია ჩემს ინდივიდუალურ მონაცემებზე და მიზნებზე. ეს ყოველთვის მასი არის, ყველა სხვადასხვა მიზნები გვაქვს და საჭირო არის ჩვენი პერსონალური დიეტა. თავარი ეს მივუთითოთ, რომ იცოდეს ჩვენი მიზნები რა არის. და ეს უკვე აღარაფერს არ წავიკითხავ, უკვე დაზუსტებით არის. უბრალოდ აქ რაც გვიწერიათ, აქ გვიწერია წონა, ჩემი წონა მაგალითად, სიმაღლე და ჩემი წლები. და აქ მიუთითებთ თქვენ რამდენჯერ გინდა რომ ივარჯიშოთ კვირაში. ეს მნიშვნელოვანი არის მიუთითოთ რამდენჯერ უნდა ივარჯიშოთ კვირაში. მარტო ამ წითლად რაც არის შესვლით, ააწყობთ თქვენს მონაცემებზე და თქვენს მიზნებზე. აქ მიუთითებთ, მე ახლა მივუთით აქ რომ კუნთის ზრდა მინდა, თქვენ მიუთითებთ დაკლება გინდათ, ვისაც კუნთის დაგინდათ, კუნთის დაგინდათ. დაბლა იგივეს მიუთითებთ, ნახშირწყლებზე მე მიუთითებ, მე რაც მინდა, მიუთითი აქ ბრინჯი, ნებისმიერი სახეობის მაკარონის, სპაგეტი, კარტოფილი და ასე შემდეგ. აქ თქვენ რასაც მიიღებთ დიეტაში გინდა რომ შედიოდეს, მიუთითებთ აქ. ცილას მიუთითებ მე ქათმის მკერდი და ინდაურის მკერდი, რასაც მე ახლა ამჟამად ვიღებ. ეს დავწერე როგორც მე ვიკვებები ახლა და მე რასაც ვჭამ. აქ შეგიძლიათ თქვენ მონაცემები მიუთითოთ, თქვენი რაც ხორცს ჭამთ, გააჩნია ხორცს, თქვენ რა ხორცს ჭამთ, მიუთითოთ რომ კალორიებში ჩაეტიო. იგივე აქ არის მონაცემები 4ჯერადი კვება. ვის 4ჯერადი კვება გინდათ, ვის 5ჯერადი, 3ჯერ. თქვენი მონაცემების უნდა მიუთითოთ და აქ მიუთითებ მე რომ გააკეთოს ორნაირი კვება. ვარჯიშის დღეების სხვა კვება გვექნება და დასვენების დღეების სხვა კვება გვექნება. კალორიები განსხვავდება უბრალოდ. აქ დაბლა არაფერი არის, უბრალოდ აქ დაბლა გვაქვს, კიდევ თუ არ გვაქვს ChatGPT, ყველა ChatGPT არის, მაგრამ ვისაც გინდათ რომ თქვენ გამოიანგარიშოთ, აქ მიუთითეთ, არის ბევრნაირი ფორმულები არის, მაგრამ ხალხი იყენებს ამ ორ ფორმულას. ერთი ეს ფორმულა არის ქალის განსხვავდება და კაცის განსხვავდება. და მეორე არის ეს ფორმულა მეორე. ოდნავ განსხვავდება კალორიებით, დიდი განსხვავება არ არის, 30 თუ 40 კალორია განსხვავება იგივე ფორმულებში, მაგრამ ამას პრობლემა არ არის. უბრალოდ რა არის? თქვენ რო კალორიებს გამოიყვანთ აქვთ, აქ რო კალორიებს მოგცემთ, მერე უნდა გადაამრავლოთ თქვენ ეს. კვირაში ამდენი დღე ვარჯიშობთ. 1 ან 3, 3 ან 5, 6 ან 7. უკვე ChatGPT ამას აკეთებს. მაგრამ თუ თქვენ გააკეთოთ, შეგიძლიათ ეს მიუთითოთ პირდაპირ. ახლა მაგალითად აქ გამოვიდა დღიური კალორიები 2749 კალორია. აქ მივმოათ 1780 კალორია გამოვიდა ბოდიშით და გადაამრავლა 1.5-ზე. 1.5 რატო? 55 რატო? იმიტომ რომ მითითებული აქვს ადამიანმა უნდა ივარჯიშოს 3 და 5 დღე. ახლა თუ თქვენ ვარჯიშობთ 3 დღე მაგ დაახლოებით, 1-დან 3 დღე დაახლოებით, ან 2 დღე ან 3 დღე მიუთითებ ამ ციფრს. 1.37 თითქმის 38 არის, რომ დავამოყოლოთ 38 გამოდის. და მიუთითებთ მაგას და თუ გავამრავლეთ ამაზე გამოგვდის, ეს არის ჩვენი კალორია, რაც გვჭირდება, როცა ვივარჯიშებთ. კოპირებას გავაკეთებ. და ChatGPT-ს დაუკომენტარებ. და ChatGPT გააკეთებს. მე ამ ფორმულით, მე მე ნუტრიციოლოგი ვარ და პერსონალ ტრენერი ვარ აგრეთვე. არანაირი კვება, არანაირი არ მირბენი, არანაირი კარდიო არ გამიკეთებია. სურათებს დაგიტოვეთ მაღლა. 83 კილოდან 70 კილომდე როგორ ჩამოვედი 3 თვეში. ოღონდ სწორი კვებით. აქ უკვე გამოგვითვალა ჩვენ ყველაფერი და მთავარი რაც მიუთითე კიდე დამავიწყდა აღმენიშნა, ეს არის 70% არის ნახშირწყლები, 20% არის ცილა და 10% არის ცხიმი. სწორი კვებისთვის ეს არის საჭირო, იმიტომ რომ 20%-ზე მეტი არ გვჭირდება ცილა, რაც უმეტესი იქნება ნახშირწყლები, უკეთესია, იმიტომ მეტი ენერგია გვექნება და მეტად ვივარჯიშებთ და მეტ ენერგიას დავწვავთ. აქ გამომიყვანა შევხედოთ 2900 კალორია რომ გავიზარდო და ვარჯიშის დღეს მაქვს ეს კალორია. და აქ მიწერია, ნახშირწყლები არის 505 გრამი, ცილა არის 155 გრამი და ცხიმი არის 12 გრამი. და აქ მიწერია ვარჯიშის დღეები, კვება, 4ჯერადი კვება, საუზმე, ბრინჯის ფაფა, ან ბრინჯი ნებისმიერი, ან ხრაშუნები, შეგიძლიათ მიუთითოთ დილით ხრაშუნები, ქათმის ფილე, ან შეგიძლიათ თუ გაქვთ პროტეინი, ასე ვთქვათ, ისაც დანამატები გინდათ, შეგიძლიათ მიუთითოთ დანამატები.
მაგრამ ანუ მე დანამატებს არ ვიღებ, მე გითხრათ, მე უბრალოდ დილით აქ მე ახლა მოვაწეობ ესპანეთში, აქ არის იოგურტები არის პროტეინული, ანუ ცილოვანი იოგურტები და იმას ვიღებ დილით და ბრინჯის ფაფას ვჭამ, ასე ვთქვათ. კალორიასაც რო გვეუბნება. ბრინჯის ფაფა ანუ 360 კალორია, 100 გრამი რო არის. ყოველთვის ვწონით მშრალად, ასე ვთქვათ, მოხარშვის გარეშე. ქათმის მკერდი, ზეითუნის ზეთი 10 გრამი, მეორე კვება გამოგვდის 800 კალორია, აქ გვაქვს 700 კალორია. ბრინჯი იგივე შეგიძლია აქ უბრალოდ ბრინჯი მივუთიათ, თქვა შეგიძლიათ იგივე აიღოთ ნებისმიერი ნახშირწყალი, მაკარონი ან სპაგეტი ნებისმიერი შეგიძლია იგივე გრამებით მიუთითოთ. უბრალოდ არ მიუთითოთ 100 გრამ ბრინჯზე 100 გრამი კარტოფილი. იმიტომ რომ კარტოფილს აქვს 80 გრამი. უბრალოდ აქ არ გამოიყვანა კარტოფილი, მაგრამ თუ კარტოფილს მიუთითებთ, უნდა გადაამრავლოთ. ეგაც შეიძლება შეგეთხოთ ChatGPT-ს და ანუ გეტყვით რამდენი ანუ 150 გრამი ბრინჯი რამდენი გამოდის კარტოფილზე, რამდენი გრამი კარტოფილი უნდა მივიღოთ. გაგვიკეთა დიეტა, აქ ზეითუნის ზეთი 10 გრამი, ინდაურის მკერდი სწნეული 230 გრამი. ნახემსი, ეს შეგიძლიათ ეს პოსტ ვარჯიში და რაღაც მნიშვნელობა არ აქვს. ბრინჯი ან მაკარონი, მაგ მიუთითა, ქათმის მკერდი, პოსტნეული იგივე, პოსტნეული ძალიან ანუ მნიშვნელოვანია, ვიტამინებს იქიდან ვიღებთ. ზეითუნის ზეთი 5 გრამი და 85 კალორია არის. მეოთხე კვება არის. კარტოფილი მიუთითა როგორ უნდა მივიღოთ, ან როგორ კალორიები ითვლება, ასე ვთქვათ რა. ძალიან კარგად აკეთებს სხვადასხვა ChatGPT. ანუ ეხლა იგივე არის ზეითუნის ზეთი, კარტოფილი, ასე ვთქვათ, აქ ძალიან ბევრი ზეითუნის ზეთი მიუმატა, სიბათლე გითხრათ. ანუ მიუმატა რა, ანუ მამდენი ზეითუნის ზეთი საჭირო არ არის. ეს შეგვიძლია მე შევამციროთ, ვის როგორ უყარს ახლა ეს უკვე ზეითუნის ზეთზე, მაგრამ საჭირო არის რომ 10 გრამი საკმარისი არის, მე 10 გრამი მაქვს. აქ მიუმატა 10 გრამი ზეითუნის ზეთი 5 გრამი, 15 გრამი მიუმატა, 25 გრამი, 35 გრამი მიუმატა. აქ იმიტომ დაგვიწერა 35 გრამი მიუმატა, მაგრამ საჭირო არ არის მაგდენი კალორია ზეთზე. ბევრს უყვარს სალატს რომ მოაყრის, ანუ სჭირდება. მე მაგალითად არ მჭირდება, არ მაქვს მაგის პრობლემა. ახლა გადავიდეთ დასვენების დღეებზე. მოგცვა 2500 კალორია. იგივე ის არის მაკარონი, უბრალოდ ნაკლები პორციები არის და ეგ არაფერი პრობლემა არ არის. უბრალოდ აქაც მითითებული მაქვს პირდაპირ იმაში მე დაბლა დაწერილი მაქვს ჩიტმილი როგორ გავაკეთოთ. ეხლა ამებს მე არ აქვს, ანუ ძალიან ისა წაიკითხავ და მიხვდებით იგივე როგორ მოვიქცეთ ჩიტმილის დროს. და აქ უკვე ზოგადი რჩევები, მე რასაც ვაძლევ, ასე ვთქვათ, მიახლოებით, ახლა აქ უკვე ადამიანზე განსხვავდება, მაგრამ შეგიძლიათ აქედან ინფორმაცია მიიღოთ. და აქ გვაქვს კვირეული გეგმა, ასე ვთქვათ, ორ შაბათს თუ ვარჯიშოთ, უნდა გავიაროთ 8-დან 10000 ნაბიჯამდე. აქ უბრალოდ მივიდა ზედა ტანი, ასე ვთქვათ, ნახოთ ხალხი მე ვასვალიშო push legs, როცა ვისვენებთ 10000-დან 12000 ნაბიჯამდე ყოველთვის მასი არის რა. აქ უკვე ყველაფერი მითითებული არის. შეგიძლიათ ეს გადმოტვირთოთ მე პირავი Excel-ით და ამ PDF-ზე მიუთითოთ და გადმოგიტვირთოთ. ანუ გააქვთ უკვე დიეტა პროფესიონალური, ძალიან მარტივად და ამასაც დაბლა დავტოვებ, მეგობრებო, იგივე როგორ გამოგიშვით კალორიები. ეს ყველაფერი აქ მიუთითებ და ბოლოს რასაც მიუთითებ კიდევ როგორც მითხარი ნუტრიციოლოგი ვარ და პერსონალ ტრენერი ვარ, ოღონდ ონლაინ მოვარჯიშებ მე ხალხს. თუ გინდათ ჩემი გვერდზე უცბად რეკლამას გავიკეთებ აქ მეგობრებო. თორნიკე ჩიტიშვილზე შეხვდეთ დაწერთ ინტერნეტში და გამოვიჩილეთ ჩემს გვერდს და აქ უკვე მიიღებთ ინფორმაციას, აქ მომწერთ თუ რამე დაგჭირდებათ და შეგიძლიათ აქ იმის მაგივრად რომ ამან გაგიკეთონ ეს დიეტა, მე გავაკეთებ და თან ვარჯიშებს გამოგიწერთ, იმიტომ რომ მე ვარჯიშებსაც ვაკეთებ, ოღონდ ყველაფერი ონლაინ ან აქ ესპანეთში ონლაინ ვაკეთებ. და ანუ საქართველოშიც მასე ონლაინ მინდა ვარჯიშო ხალხს. და რასაც გაძლევთ, გაჩუქნით, ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ მე რო აქ რო ვისწავლე, ეს არ არის, ეს ძველი არის, უკვე საჭირო აღარ არის ეს კალორია როგორ გამოვიყვანოთ. ეს უნდა მეთქვა მეგობრებო, მე რო აქ რო ვისწავლე, ეს შევადგინეთ ჩვენ მას თქვა და მოსწავლეებმა ეს ცხრილი Excel-ში, ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა სიმართლე გითხრათ. აქ არის დიეტა. ის ინფორმაცია რაც გვაქვს ChatGPT-ში, ეს შეგვიძლია აქ ჩავწეროთ ეს ყველაფერი, ეს მონაცემები შევავსოთ. აქ ეს უბრალოდ ესპანურად არის ბუდიში ხა მე ბევრია ძალიან სათარგმნი, ვეღარ დავთარგმნი, მაგრამ მივუთიოთ 4 მაგი კვება. რასაც შევჭამთ. ეს ამას გჩუქნით, ეს ძალიან ამას ვერ ვთარგმნის, მაგრამ ძალიან დიდი ინფორმაცია დიდი ხანი მოუნდებოდი და უბრალოდ ეს მინდა რომ გაჩუქოთ. ამას უბრალოდ დაწერთ კომიდას დიარიას ინტერნეტში ჩაწერთ და გადამითანგოთ და ეს ესპანურად არის გაკეთებული ქართულად. შეცვლით მონაცემებს, მარტო ეს შეცვლით ეს მონაცემები. და აქ შეგივეს რაც გაქვთ დიეტა, ChatGPT-დან გადამოიტანოთ აქ. და აქ უბრალოდ თუ მიუთითებთ, ამით თქვა 3200 კალორიას, 3200 კალორიას
მიუთითებ და აქ თვითონ რომ მიუმატებთ ამ საკვებს, რასაც იღებთ თქვენ, აქ უკვე ნელ-ნელა აკლდება. და კიდევ აქ რა არის? აქ არის ძალიან ბევრი ინფორმაცია, მეგობრებო. უბრალოდ ეხლა ეს არის ესპანურად და ახლა ამას ბევრს ვერ გადავთარგმნი, იმიტომ ეხლა უყურეთ, რამდენი არის აქ. წარმოიდგინე, ეს ცალკე არის, სხვადასხვა საკვებები არის. ანუ ეს სულ საკვებები არის, ნებისმიერი საკვები არის, სულ არის 540 არის შეტანილი საკვები აქ, ასე ვთქვათ. ამას ვერ გადავთარგმნი, მე უბრალოდ ეს მე რო ვიცი, ანუ მე ამას ვიხნებ ჩემ მოსწავლებთან და ეს უბრალოდ ანუ ესპანურად მაქვს გაკეთებული. ეს ძალიან უნდა ყველაფერი უნდა ვთარგმნო და ძალიან ხანი მოუნდები ამის შესწორებას, ასე ვთქვათ. და ანუ აქ აი აბსოლუტურად ყველაფერი არის, თუ რამე სიტყვა დაგჭირდებათ, მაგალითად, ანუ ბრინჯი და აქ დაწერთ გადათარგმნით ინტერნეტში ბრინჯს და გეტყვით არ ბრინჯია, ესპანურად არის arroz. და აქ გიწერიათ უკვე რა 100 გრამზე რამდენი აქვს. სხვადასხვანაირად არის მოხარშული, ანუ ძალიან ბევრნაირად არის, აქ მაგიტო არის, ნახე, სამნაირი ბრინჯი არის. და ანუ გრამზე რამდენი არის, ვიტამინები რამდენი აქვს. აი, ყველაფერი არის აქ ძალიან დაწვრილებით არის ეს ინფორმაცია. შეგიძლიათ კიდევ ეს ინფორმაცია კოპირება გაუკეთოთ და GPT-ს შეეკითხოთ. და ანუ ის გადაგითამოთ, უბრალოდ მოძებნოთ სიტყვა, რა გჭირდებათ თქვენ და იმის და მიხვით მე აქ მოძებნით იმ სიტყვას და ალური, აი ძალიან დაწვრილებით არის რა ის ყველაფერი ინფორმაცია არის ვიტამინების, რა ვიტამინები აქვს B1, B2, C, ნიასინი, სხვა ვიტამინია, მაგნესიო, პოტასიო, სოდიო, ძალიან ბევრი ვიტამინები აქვს. და ამის და მიხვით იცით უკვე რა საკვებს, რა ვიტამინი და რა მინერალი აქვს. აქ არის ბრინჯეული, სხვადასხვანაირი ბრინჯი, სიმინდის ფქვილი, სხვადასხვანაირი კატო, ასე ვთქვათ, სხვადასხვანაირი პური, კიდე არის სხვადასხვანაირი, ასე ვთქვათ, ზუსტად ესე ვერ ვიცი. ანუ ვერ ვთარგმნი, ასე ვთქვათ. ლეგუმბრეს არის, მარცვლეული, სხვადასხვანაირი მარცვლეული, სხვადასხვანაირი ლობიოები არის აქ. აქ ხილი არის. ეს სუხილი არის, მეგობრებო, ძალიან ბევრი ხილი არის. მშრალი ხილი, რძის ნაწარმი, ყველანაირი რძის ნაწარმი, კვერცხი, სხვადასხვა ფრინველების კვერცხი, შაქარი, სხვადასხვანაირი ზეთი, ასე ვთქვათ. თევზეული, რამდენი არის, აი რამდენი ხანი მოუნდით ამის შევსებაც. რამდენი რაღაცა გაკვეთილი უნდა იყო, ცოტა აღარ მახსოვს, ძალიან დიდი ხანი მოვით ბოლოს დავისტრესეთ ამ გამეების გაკეთებაში. ხორცი, რის ხორცი ახლა? ეს კი რაში გვჭირდებოდა, მაგრამ მაინც მოგთხოვეს. ბაიენა არის ვეშაპის ხორცი, ნიანგის ხორცი და რავი, ღორის ხორცი, ყველანაირი ღორის ხორცი აქვს. ხამონიც კი შედის აქ, წარმოიდგინეთ. ღვიძლით შედის. ეს არის ხის ხორცი, სხვადასხვა ნაჭრები, ცხრის სხვადასხვა ნაჭრები, მერე ძროხის არის, მერე ეს ძროხულობა არის. აქ შეტანილი ფრინველები არის შეტანილი, გარეული ფრინველებიც კი შეტანილი არის და გარეული ცხოველები. ირემი, გარეული თხა, გარეული ღორი, გარეული კურდღელი და ასე შემდეგ. მე მურჩი ამით, მეგობრებო, ამ ყველაფერს დაბლა მიუთითებ, ამას დაბლა მიუთითებ და ამასაც დაბლა მიუთითებ, უბრალოდ შეცვალეთ ეს რაც არის წითლად აქ თქვენ რაც გინდათ ისე უნდა მოარგოთ, რაც თქვენ გიყვართ ასე ვთქვათ. და ეს უკვე ვისაც გინდათ რომ თქვენ თვითონ გამოიყენოთ კალორიები. 30-40 კალორი არაფერი არ არის დიეტაში, განსხვავდებოდეს. ამ ყველაფერს დაბლა მიუთითებ და თუ მოგეწონათ ეს ყველაფერი, გამოიწერეთ არხი. და მასეთ რაღაცები კიდევ ბევრი, ანუ მინდა რომ გავაკეთო მე ვარჯიშებისაც, რაც მე მგონი რომ ანუ ჯერ ქართულად არ არის. კი რაღაცები არის, მაგრამ ამდენი ინფორმაცია, ასე ვთქვათ, ასე სწორი ინფორმაცია დაწვრილებით მე მგონი არავინ არ ამბობს. ფაქტობრივად მე ამას უფასოდ გჩუქნით, როგორ გააკეთოთ თქვენი დიეტები. ასე ვთქვათ, რა ვარჯიშები არის უკეთესი, ანუ ძალიან ბევრი ვარჯიშები არსებობს, რომელიც არ არის სასარგებლო, ასე ვთქვათ, ანუ მნიშვნელობა აქვს გააკეთეთ, იმიტომ რომ დიდი პროგრესი არ გექნებათ. მე დაგემშვიდობე მეგობრებო, გამოიწერეთ გვერდი და ლაიქეთ და გათამაშებას ამ არხზე. თუ ამ თვის ბოლოს ავალ 1000 გამომწერზე, სრულიად უფასოდ ვავარჯიშებ 3 ადამიანს, 3 თვე პერსონალურად, ანუ ონლაინ, ასე ვთქვათ, მე როგორც ვავარჯიშებ ხალხს ონლაინ ვავარჯიშებ, ოღონდ დიეტებს მე ვუწერ და ვარჯიშებსაც მე ვუწერ. ოღონდ 1000 ადამიანზე თუ ავედით ამ თვეში, გავათამაშებ, კომენტარებში დაბლა დაწერეთ რომ ვარჯიში მინდა და გამოიწერეთ ჩემი გვერდი. მე აქ ემშვიდობები, მომავალ შეხვედრამდე.